დაშვების დროს ექსპედიციის დანარჩენი წევრები ვახტანგ ჩიხრაძე და ირაკლი ქურასბედიანი შემოგვიერთდა. მიწისქვეშეთში, სადაც დღე არ არსებობს და ყოველივე ღამის წვდიათშია გახვეული, ხოლო ტემპერატურა მუდმივია, სავსებით იკარგება დროისა და სივრცის შეგრძნება. ღვინეში გადაადგილება თითქმის ყოველგვარ მდგომარეობაში ხდება, ზოგჯერ წარმოუდგენელშიც კი. აქ თითოეული მოძრაობა საკმაოდ ფრთხილი და გათვლილია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთადერთ საყრდენს სველი თიხით დაფარული მყარი ქანი წარმოადგენს. მიწისქვეშეთში ზოგიერთი გასასვლელი ღვინის ჭერიდან ჩამოცვენილ ლოდებს შორის გადის. ხშირად ერთი ლოდი მეორეს აკავებს. შესაძლოა სულ მცირე ქვაც აკავებდეს უზარმაზარ ქვათა წყობას. ასეთ ადგილებში გავლა კი თითოეულისაგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს ითხოვს. ჩამოცვენილ ლოდებს შორის გავლის შემდეგ მშრალ მეანდრში გავდივართ. ეს მღვიმე არ გამოირჩევა ფორმათა სიუხვით. ეს სტალაგმიტი და სტალაქტიტი კი ფაქტიურად ერთადერთია აქ. ჩვენს ამ ექსპედიციაში სინათლის ერთადერთ წყაროს კარბიდის განათება წარმოადგენს, რომელსაც დროდადრო განახლება სჭირდება. წესით, ღვინეში მუშაობის დროს ერთ კაცს განათების 3 ავტონომიური წყარო უნდა ჰქონდეს. ჩვენ კი ერთსაც ვჭერდებით, რამე თუ მეტი ტექნიკური საშუალება არ გაგვაჩნია. ახლა მომყარეთ რა. ღვინის კვლევის დროს გზის გაგრძელებისათვის ზოგჯერ გასასვლელის ძებნა თუ გაფართოებაა საჭირო. ამჯერად სავარაუდო გასასვლელის ძებნაში ხვრელის გაფართოებას ირაკლი ქურასბედიანი შეეცდება. თხილა ჩადανε. ხო. არის გასაძროვი? არის. ბევრია კიდე სათხრები? კი. სადა გამოვაბა უნდა. აიდება.
არჩი როგორი გავძვები? სინჯი აბა მეტი. ავედი. გასასვლელი მზად არის. სვლა გრძელდება. ნახოთ რა გველის წინ. არია მე განდიხარ? კი, გავდივარ. ფართოვდება. არის გასასვლელი.